კოლეჯი, დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდი და ბიზნეს მედია საქართველოს წარმოგიდგენთ. რას გვიყვება დრო? სიტყვა პილატესი დღეს ჯანსაღი ცხოვრების წესის, მოქნილობისა და სილამაზის სინონიმად იქცა. თავად ინდუსტრია კი მილიარდებს ითვლის. თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ ამ გლობალური ფენომენის მიღმა ერთი კონკრეტული ადამიანის ბედი და რკინის ნებისყოფა იდგა. ჟოზეფ ჰუბერტუს პილატესმა ვარჯიშის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მიმართულებას ჩაუყარა საფუძველი. დღეს პილატესზე ასეთი მოთხოვნა არა მარტო მოდურ ტრენდს, არამედ იმ უნიკალურ ფილოსოფიას ეფუძნება, რომელიც ადამიანს საკუთარი სხეულის სრულად კონტროლს ასწავლის. ჟოზეფ პილატესი 1883 წელს გერმანიაში დაიბადა და პარადოქსულია, მაგრამ ფიზიკური სიძლიერის მომავლის სიმბოლო ბავშვობაში უკიდურესად სუსტი იყო. მას ასთმა, რაქეტი და რევმატული ცხელება აწუხებდა, რის გამოც ექიმები ხანმოკლე სიცოცხლეს უწინასწარ მეტყოლებდნენ. თუმცა განაჩენის შეგუების ნაცვლად პატარა ჟოზეფმა ანატომიის წიგნების შესწავლა და ცხოველების მოძრაობაზე დაკვირვება დაიწყო. მას საკუთარი სხეული თავადვე გამოძერწა იოგას, კრივისა და ტანვარჯიშის სინთეზით. შედეგად კი 14 წლის ასაკში უკვე ანატომიურ მოდელად პოზირებდა. მისი ცხოვრება და თავად სისტემის შექმნა რადიკალურად შეცვალა პირველმა მსოფლიო ომმა. იმ დროს ინგლისში მყოფი ჟოზეფი, როგორც გერმანიის მოქალაქე, უცხოელ მტრად გამოაცხადეს და კუნძულ მენზე, ბანაკში გადაიყვანეს. სწორედ პატიმრობა გახდა პილატესის სისტემის დაბადების ადგილი. ჟოზეფს არ სურდა, რომ მისი თანამემამულეები უმოქმედობისგან მოდუნებულიყვნენ, ამიტომ მათი ვარჯიში დაიწყო. გენიალური იდეაც აქ დაიბადა. მან აიღო საწოლის ზამბარები და ისინი საწოლის თავზე მიამაგრა, რათა დაჭრილებს სწოლის რეჟიმშივე წინააღმდეგობის ძალის გამოყენებით ევარჯიშათ. სწორედ ეს საავადმყოფო საწოლები გახდა თანამედროვე კადილაკისა და რეფორმერის პროტოტიპები. ლეგენდის თანახმად 1918 წლის ესპანური გრიპის ეპიდემიის დროს ბანაკში უამრავი ადამიანი დაიღუპა, მაგრამ არც ერთი მათგანი, ვინც პილატესის სისტემით ვარჯიშობდა, ვირუსს არ ემსხვერპლა. ომის შემდეგ 1926 წელს ჟოზეფმა ამერიკული ოცნების ასასრულებლად ნიუ-იორკში გადაინაცვლა. გემზე მან გაიცნო თავისი მომავალი მეუღლე და პარტნიორი კლარა. წყვილმა მერვე ავენიუზე გახსნა სტუდია, სადაც მათი მეზობელი ნიუ-იორკის საბალეტო დასი აღმოჩნდა. ეს დამთხოვა გადამწყვეტი გახდა. ცნობილი ქორეოგრაფები ჯორჯ ბალანჩინი და მართა გრემი თავიანთ ტრამვირებულ მოცეკვავეებს ჟოზეფთა რეაბილიტაციისთვის აგზავნიან. იმ პერიოდში პილატესი არ იყო მეინსტრიმული ფიტნესი. ეს იყო მკაცრი დისციპლინა პროფესიონალებისთვის, რომელსაც თავად ავტორი კონტროლოგიას უწოდებდა. მისი ფილოსოფია გონების მიერ კუნთების სრულ კონტროლს გულისხმობდა. ჟოზეფ პილატესი არ ყოფილა ტიპური ასკეტი გურუ. ის იყო სიცოცხლით სავსე ადამიანი, რომელსაც ფანატიკური ვარჯიშის პარალელურად უყვარდა სიგარა და ვისკი. ის თითქმის ყოველთვის ატარებდა მოკლე საცურაო შორტებს, რათა კუნთების მუშაობა კარგად გამოჩენილიყო და 80 წლის ასაკშიც კი საოცარ ფორმაში იყო. მან დააპატენტა 20-ზე მეტი მოწყობილობა, მათ შორის Wounded Chair, რომელიც თავდაპირველად პატარა ბინებისთვის კომპაქტურ ავეჯად იყო ჩაფიქრებული. ჟოზეფ პილატესი 1967 წელს გარდაიცვალა, თუმცა მისი მემკვიდრეობა მისმა მოსწავლეებმა გადაარჩინეს და გაავრცელეს. ჟოზეფის გარდაცვალების შემდეგ მისი მეთოდი აწლევლების განმავლობაში მხოლოდ ელიტარულ წრეებში, ძირითადად ბალეტის მოცეკვავეებსა და პროფესიონალ სპორტსმენებს შორის ტრიალებდა. ნამდვილი აფეთქება და გლობალური ბუმი კი 90-იანების მიწურულს და 2000-იანების დასაწყისს უკავშირდება. ამ პერიოდში პილატესი ჰოლივუდის ვარსკვლავების საყვარელ რუტინად იქცა, რამაც მედიის უზარმაზარი ყურადღება მიიპყრო და მას სილამაზის საიდუმლოს სტატუსი მიანიჭა. თუმცა ინდუსტრიის მასშტაბურ ბიზნესად ქცევაში გადამწყვეტი როლი ითამაშა 2000 წლის გახმაურებულმა სასამართლო პროცესმა მანჰეტენზე. ამერიკის ფედერალურმა სასამართლომ 4 წლიანი დავის შემდეგ დაადგინა, რომ სიტყვა პილატესი არის ვარჯიშის ზოგადი მეთოდის აღმნიშვნელი ცნება, როგორც იოგა ან კარატე და არა კერძო სავაჭრო ნიშანი. საქმე ის არის, რომ პილატესის გლობალურ ბუმს წლების განმავლობაში ერთი უცნაური იურიდიული ბარიერი აფერხებდა. 90-იან წლებში ჟოზეფის მემკვიდრეობა და არქივი კერძო მფლობელობაში გადავიდა, რომელმაც სიტყვა პილატესი სავაჭრო ნიშნად აარეგისტრირა და მასზე მონოპოლია გამოაცხადა. ეს ნიშნავდა, რომ ინსტრუქტორებს ეკრძალებოდათ ამ სახელწოდების გამოყენება ლიცენზიის გარეშე, რაც სტუდიებს დახურვის საფრთხის წინაშე ეყენებდა. ამ ისტორიულმა გადაწყვეტილებამ მოხსნა ლიცენზირების მკაცრი ბარიერები, რასაც მთელ მსოფლიოში სტუდიების სოკოებივით გამრავლება და მეთოდის ყველასთვის ხელმისაწვდომობა მოყვა. დღეს, როცა მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში პილატესის სტუდიები გადავსებულია, უნდა გვახსოვდეს, რომ პილატესი მოდური ტრენდი კი არა სისტემაა, რომელიც ერთმა სუსტმა ბიჭმა საკუთარი და სხვების სიცოცხლის გასახანგრძლივებლად გამოიგონა.